მარნის ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლის აზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე დაესწრო. კულტურის სახლისარეაბილიტაციო სამუშაოები 3 ეტაპად ჩატარდა და განხორციელდა შენობის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სრული რეაბილიტაცია ყველა თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით. მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2021 წლის დეკემბერში შემუშავდა და რეაბილიტაციის სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყო. ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, ხოლო სამუშაოები იუკონი და კომპანიამ შეასრულა. რეაბილიტაციის სრული ღირებულება 4.466.815 ლარია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის, რეგიონებში მსგავსი კულტურული ცენტრების შენარჩუნება, აღდგენა და ამ მიმართულებით სამინისტრო მომავალ წლებშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას. დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, კერძოდ სოფელ მარანში გაიხსნა მრავალფუნქციური კულტურული სახლი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ თეატროლოგიანს, მის გუნდს. მარანში გაიხსნა კულტურის სახლი. კულტურის სახლის დაფინანსება განახორციელა კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ამ კულტურის სახლის რეაბილიტაციით ისარგებლებს არაერთი მოზარდი, არაერთი ახალგაზრდა. მოეწყობა როგორც რეგიონალური, ასევე საერთაშორისო ტიპის ღონისძიებები და აბაშის მუნიციპალიტეტისთვის კულტურის სახლის რეაბილიტაციით განხორციელდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან ძვირფასი დღე გაგვითენდა, მოკლედ აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარანში, აი ამ ლამაზ სოფელში ულამაზესი კულტურის სახლი გაიხსნა. საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით მონაწილეობდა ღონისძიებაში კულტურის და ხელოვნების განვითარების ცენტრის სახალხო ანსამბლი ჰარირა და სალოტბარო სკოლის ბავშვები.